გაუქმების კულტურა სულელია, რადგან ის არ აძლევს საშუალებას განსხვავებული აზრების არსებობას და არ იძლევა პატიების შესაძლებლობას, რაც ჩვენი საზოგადოების საფუძველი უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ამბობს, თუ რამეს გააკეთებ, რაშიც ცოტათი მაინც არ გეთანხმები, შენ გარეთ ხარ. ესაა ყველაფერი. აღარასოდეს გაპატიებენ. და ვფიქრობ, ეს უბრალოდ ძალიან არასწორი გზაა, რომ საზოგადოებამ ასე მოექცეს ადამიანებს. მაგრამ განსაკუთრებით ამჟამად არის ერთი ქალი, რომელიც განიცდის cancel კულტურის რისხვას, რადგან გაბედა და რეკლამა გაუკეთა რაღაცას, რაც შესაძლოა სადავო იყოს. და რადგან გაბედა და რეკლამისთვის ფული აიღო, რაც სიურპრიზი, პატარა სიახლეა, ასე გამოიმუშავებენ ცნობილები ბევრ ფულს. ისინი იღებენ უზარმაზარ თანხებს იმისთვის, რომ წარმოადგინონ სხვადასხვა ბრენდები და თქვენთან ერთად თავიანთი სახით გაზარდონ ბრენდის ცნობადობა. ხმერთო, ვინ იფიქრებდა? დიახ, ამას აკეთებენ კომპანიები, ამას აკეთებენ უძრავი ქონების სააგენტოები, ავიახაზები, სუნამოები, მაღაზიები. ხალხი ამას აკეთებს. ისინი იღებენ ცნობილ ადამიანებს და იყენებენ მათ სხვადასხვა ნივთების რეკლამირებისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, როცა საქმე ამ კონკრეტულ ისტორიას ეხება, ეს სრულიად მიუღებელია და დაუშვებელია. მოდით ნახოთ რა ხდება. ეს მეგობრებო არის გვინეთ პელტროუ, სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ მეირა ქეი, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა, დააჭირეთ ვიდეოს, ჩართეთ შეტყობინებები და გააკეთეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ჩვენ ნამდვილად ძალიან ვაფასებთ თქვენს აქ ყოფნას. ასე რომ დიდი მადლობა. არა, ისევ არა. რა ლამაზია. შენ გადაწყვიტა, რომ დილა ასე ადრე უნდა ითხებოდეს. გაიღვიძე და გაბრწყინდი. ჩემს ყავასაც კი ყავა სჭირდება. დილით სირბილისთვის გაღვიძება შეიძლება ძალიან რთული იყოს. მაგრამ ეს ის ფასია, რომლის გადახდაც მზად ვარ. რადგან როგორც კი პარკში შევდივარ, სუფთა ენერგია მეუფლება. რთულია ახსნა. გული სწრაფად მიცემს, ესაა ყველაფერი, რაც ვიცი. ეხლა თუ კითხავდით, უბრალოდ ამას უყურებთ, სად ხდება ეს რეკლამა? უმეტესობა იტყოდა, რომ ეს ნიუ-იორკს გავს. შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, რაღაც ძალიან მაგარი ადგილი, მაგალითად სინგაპური ან რამე მსგავსი, მაგრამ ეს უბრალოდ ძალიან დახვეწილად, ლამაზად, ელიტურად და მაღალი ხარისხით გამოიყურება. მაინტერესებს, სად მდებარეობს ეს შენობა მსოფლიოში? არის მიზეზი, რატომაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შენობები პარკთან ახლოსაა აშენებული. 41 პარკი ნიუ-იორკი. კარგი, სელია. პასუხი. 41 პარკი წლებია შენდება. 45 ერთი სართულიანი პარკთან ახლოს, ახლა ბაზრის კუთხეში და კოდი 3566. 41 პარკი ჰერცლია, ავევ მელისრონის მიერ. გონია რომ ვერ შეძლებ გაიგო, რატო არიან ადამიანები ამ რეკლამაზე გაბრაზებულები. დავდებ თავს, რომ ვერ მოახერხე ამის გაგება. ადამიანები ცოტათი გაღიზიანებულები არიან იმ ფაქტით, რომ გვინეთ პელტროუმ გაბედა და როგორმე მხარი დაუჭირა გენოციდურ ქვეყანას ისრაელს. როგორ გაბედა ეს ბოროტი, ავი ადამიანი, რომელიც ყველაფრის განადგურებას ცდილობს. შეხედეთ მას. ბოროტი, ავი, საშინელი. ეხლა ის კრიტიკის ქარცეცხლშია მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო რეკლამაში 41 პარკისთვის, რომელიც არის ელიტური უძრავი ქონების პროექტი ჰერცლიაში, ისრაელში, ქალაქში, რომელიც თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარეობს. უნდა ვთქვა, რომ ეს რეკლამა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მაგარია. ვფიქრობ, ეს რეკლამა მართლა ძალიან კარგ შუქში აყენებს ისრაელს და არჩვენებს იმ მხარეს, რაზეც ხალხი ხშირად არ ფიქრობს, რომ ისრაელი არის ბევრი ლუქსი, სილამაზე, მაღალი კლასი, არ ვიცი, განვითარება, პარკები და შენობების აშენება. და მაინც ფაქტი, რომ მან გაბედა. დიახ, გაბედა, რომ მიეღო ფული და მონაწილეობა მიეღო უძრავი ქონების პროექტში ქვეყანაში, რომელსაც თავად უჭერს მხარს და შეგახსენებთ, ეს მისი უფლებაა, ეს მისი არჩევანია, მას ამის უფლება აქვს. ამაში პრობლემა არ არის, მას შეუძლია სხვა ქვეყანას დაუჭიროს მხარი, რადგან ეს თავისუფალი ქვეყანაა, მეგობრებო. შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. ეს უბრალოდ მეტია გენოციდის მომხრე მოძულეებისთვის. გესმით, რას გულისხმობ? როგორც არ უნდა იყოს, წარმოიდგინეთ, რომ ჰოლოკოსტის დროს ნაცისტურ გერმანიაში ფეშენებელური ვილების რეკლამას აკეთებდით. ესეთი დონის უგრძნობლობას ვხედავთ, რადგან გვინეთ პელტროუ მონაწილეობს ისრაელის ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის 51 პარკის ახალ კამპანიაში ჰერცლიაში. აქ უკვე მის კომენტარებში წერენ, რომ გენოციდის მხარდამჭერია. კარგი, მოდით წავიკითხოთ რამდენიმე კომენტარი, რადგან ხალხი მართლა გაბრაზებულია. ეხლა ეს კომენტარი მართლა საზიზღარი მეჩვენა, მაგრამ უბრალოდ აჩვენებს, რამდენად შეშლილები არიან ეს ადამიანები. ირანო გთხოვ დაარტყი 51 პარკს ჰერცლიაში.
რამდენად შეშლილი უნდა იყო როგორც ადამიანი, რომ იფიქრო, ჭკვიანურია არა მხოლოდ ირანს, მსოფლიოს მტერს, ისლამურ რესპუბლიკას უთხრა, არამედ ურჩიო, რა უნდა გააკეთოს ომის დროს და შემდეგ მიუთითო კონკრეტული ადგილი. არა რომ თვითონ ვერ გაიგებდნენ, მაგრამ რამდენად სულელი უნდა იყო, რომ იყო ვინმე რათბოუნის მსგავსი, როგორც ჩანს დაბალი ინტელექტი და ანტისემიტიზმის დონეზე სულელობა. მაგრამ მოდი დავიკითხოთ კომენტარები, რადგან მგონია რომ ხალხი ცოტა გაბრაზებული იქნება. 20.2 მილიონი ნახვა ძალიან საკამათო. კარგი, ჰოლივუდის ვარსკვლავები პალესტინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. შეწყვიტეთ მკვლელობა. მართლა მოსაწყენია. არაფერია ისეთი, რაც ასე აშკარად აჩვენებს, რამდენად არაინტელექტუალურები და გაუნათლებლები არიან ეს ვარსკვლავები და რამდენად ცოტა უნდა მოусმინოთ მათ პოლიტიკურ რჩევებში. შეგიძლიათ მოусმინოთ მათ ფუფუნების რჩევებისთვის, უძრავი ქონებისთვის, სილამაზისთვის, ტანსაცმლისთვის, დასვენებისთვის, რადგან ეს ესმით. მაგრამ ნამდვილად არ უნდა მოусმინოთ მათ პოლიტიკაზე, რადგან ისინი მართლა არაფერს ხვდებიან, არაფერს. ერთად პალესტინისთვის. Palestina. Palestina, 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 Palestina. 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 იყო ბიჭო. რომ გითხრა. სიმართლე. სახელით. პალესტინის ხალხის სახელით. ნუ თუ ფიქრობენ, რომ ეს ვიდეო გადაარჩენს ვინმეს ხაზაში და დაარწმუნებს რომელიმე გონიერ ადამიანს? ნახეთ, კიდევ მეტი ცნობილი ადამიანი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთ მორალურ უპირატესობას აჩვენებენ, როცა საკუთარ თავს იღებენ ორ წამში, მაშინ როცა მათი მთელი საქმეა საკუთარი თავის გადაღება. ეს ნამდვილად უზარმაზარ ცვლილებას შეიტანს ჩვენ სამყაროში. არ მაქვს სურვილი ვუყურო ამას. გსურთ ყურების გაგრძელება? საზოგადოებაში ყოველთვის ხელოვანის როლი იყო, რომ ხმა მოეღო. მართლა ასეა. მე ასე არ ვფიქრობ. არ მგონია ასე იყოს. რას გულისხმობთ? როგორ გამოდიხართ ავღანელი ქალების დასაცავად, გოგონა? იცით რა ხდება ავღანეთში? არ მგონია რომ თქვენ საერთოდ ხმას იმაღლებთ. იცით რა ბიჭო, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ისრაელი ნამდვილად ყვავის. მომწონს ეს კომენტარი შესანიშნავია. ჰოლივუდის ვარსკვლავები მთელ მსოფლიოში ხელს უწყობენ დიდრულ კომპლექსებს, კურორტებსა და მებსა და მილიარდ-დოლარიან პროექტებს, თვალის დაუხამხამებლადაც კი. როგორც კი პროექტი ისრაელშია, ეს ხდება მედიის მთავარი აღშფოთების თემა. ეს უფრო ადამიანების შერჩევით სტანდარტებზე მეტყველებს ვიდრე გვინეთზე. თქვენ მართალი ხართ. ღმერთო, ეს ნეპოტიზმით წამოწეული ქალი, მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც პალესტინელთა სისხლითა და გენოციდით აშენდა, ვლოცულობ რომ მალე გაკოტრდეს. სამწუხაროდ თქვენთვის არ მგონია რომ ის გაკოტრდება. მე ვფიქრობ რომ ის ბევრ ფულს იშოვის, განსაკუთრებით იმიტომ რომ თქვენ მის რეკლამას დაახლოებით 20 მილიონი ნახვა მოუტანეთ. ეს საკმაოდ კარგია, ვფიქრობ კარგად მიდის საქმე. შესანიშნავია, ჩვენ გვიყვარს ისრაელი, ჩვენც გვიყვარხართ. საინტერესო არჩევანია სპიკერად. ამაზე რეაქცია უფრო დიდი იქნება ვიდრე თავად რეკლამა. ის ყოველთვის ძალიან მოწყვეტილი იყო რეალობას. აი პატარა სიახლე. ყველა ცნობილი ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. ჰოლივუდის სიამოვნებით ბლოკავს ადამიანების კარიერას ჰოლივუდში, თუ ისინი პალესტინის მხარდასაჭერად გებიან. ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. უბრალოდ აღარ უყუროთ არაფერს, რაც მას ეკუთვნის. აჩვენეთ მათ. სიონიზმის ბოროტის სიკვდილის კულტის რეკლამირება არ არის კარგი, მაგალითად გაყიდვებისთვის. ღმერთო ჩემო. ეს ცოტა საცოდავია. თითქოს ეს უბრალოდ გვენი სიდის არ დადეგებია. ანუ ეს მართლა სულელურია. მართლა სულელურია. მაგრამ ეს ისა რაც უკვე ვიცით. ვინმე, სიტყვა სიტყვით ეს არის გეუბნებით, მართლა ვფიქრობ რომ მომავალში როცა ამ ყველაფერს გამოვცდებით, როგორც ეს მასმედიის ომი და მანიაკალური ამბები ინტერნეტში ხდება, ინტერვიუებს ჩაატარებენ. ეს დაახლოებით ასეა. მხარს უჭერ გენოციდს პალესტინაში? თუ მხარს უჭერ ისრაელს. და ვინც გენოციდს პალესტინაში უპასუხებს, მაშინვე გააქრობენ და ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებენ. იმიტომ რომ თუ ვერ აღიქვამ მარტივ ფაქტებს, რაც რეალურად ხდება მსოფლიოში, მაშინ ბოდიში. თქვენ ვერ შეძლებთ მუშაობას ჩვენს კონკურენტულ კომპანიაში, ხომ ასეა? როგორც არ უნდა იყოს, დაბალი ინტელექტი სულელური, მაგრამ ეს არის სკანდალის ისტორია, რომელიც უფრო დიდია ვიდრე თავად რეკლამა. პირდაპირ მნიშვნელობით ხალხი შოკშია, როგორ გააბედა ამ ქალმა, თითქოს ნაცისტურ გერმანიაში ფუფუნების შენობის რეკლამირება. როგორ შეძლო ამის გაკეთება? კარგი, იმიტომ რომ ეს ქალი ცნობილია, ლამაზია და თქვენზე უფრო ჭკვიანია, აშკარად ასეა. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.